ჯერ არ დაგიწყია კლოდის ხელოვნური ინტელექტის მოდელის სრული ძალისა და შესაძლებლობის შეგრძნება, არ გამოგიცდია მაგალითად არც კლოდ კოდი, არ იცი მთელი მნიშვნელობა, ან თუ გამოგიცდია მინიმალურ დონეზე, არ გაქვს მაინც და მაინც კარგი გამოცდილება და სრულყოფილი, მინდა გითხრა, რომ ძალიან შეიცვალა და ძალიან განვითარდა ამ ბოლოს კლოდის მოდელი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი უპირველესია და რა პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყო, ჩემი აზრით აუცილებელია, რომ გაეცნო და ჩაუღრმავდე თითოეულ ახალ ფუნქციას, რაც გამოვიდა. ამ შემთხვევაში მე ვახსენებ Claude Co-work ახალ შესაძლებლობას, ვახსენებ Claude Skills, ვახსენებ Claude საბაგენტებს და ვიტყვი თუ როგორ შეიძლება იყოს თქვენი სტარტი, როგორ შეიძლება დაიწყოთ ამ ხელოვნური ინტელექტის მოხმარება. პირველ რიგში გირჩევთ იმას, რომ აუცილებლად გადმოწეროთ Claude Desktop API, ანუ მხოლოდ web browser-ში კი არა, არამედ თქვენს desktop-ზე გქონდეთ ეს აპლიკაცია და იქიდან დაიწყოთ მოხმარება. სწორედ desktop app-ში ჩაშენებული Co-work ფუნქციონალი. ჩათვალეთ, რომ ეს არის Claude Code-იონს არატექნიკური ადამიანებისთვის, მას შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ჩვენ მივცეთ წვდომა უფრო სწორად ჩვენს ლოკალურ ფაილებზე, ასევე web browser-ზე და ბევრნაირი აგენტური მოქმედება შეგვიძლია გავაკეთებინოთ, ბევრი რამის ორგანიზება და ჩვენთვის შექმნა. Claude ყოველთვის გამორჩეული იყო სწორედ აგენტური შესაძლებლობებით, მას ეკუთვნის ინოვაცია და უმრავლესობა ამ მიმართულებით და თავიდან შეგიძლიათ დაიწყოთ უბრალოდ შეკითხვით Claude-თან, რომ თუ რა აგენტები არის ხელმისაწვდომი მისთვის მოხმარებაში, ჩვენთან კომუნიკაციის დროს და რისი შესაძლებლობა აქვს, რა შეიძლება გააკეთოს მან ამით ჩვენთვის. ამის შემდეგ შეგიძლიათ მიუთითოთ რაღაცა კონკრეტულ დამატებით საბაგენტზე, რაც შეუძლია დაამატოს ჩვენთვის, რათა უფრო ეფექტურად იმუშაოს. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ უკვე მიუთითოთ Claude Skill-ებზე, ანუ უნარებზე, კითხოთ რა არის მისთვის ხელმისაწვდომი და შემდეგ დავიწყოთ უკვე დამატებების პროცესი. ეს ცალკე ვიდეოს საქმეა, თუ რას გულისხმობს Claude Skills და რამდენად ეფექტურად და სიღრმისეულად შეგვიძლია მოვიხმაროთ. აქვე გეტყვით იმას, რომ Claude Skills ძალიან კარგი marketplace-ი არსებობს, სადაც ბევრნაირი უნარია განთავსებული, ყველანაირ პროფესიულ სფეროს შეეხება. თუ გაინტერესებს, დამიწერე კომენტარებში სიტყვა skills და აუცილებლად გამოგიგზავნე ამ ლინკსაც და შეგიძლია გაეცნო. და როცა Claude Skills თემასაც მიმოიხილავთ Claude-თან საუბრის დროს, ბოლოში შეგიძლიათ გადახვიდეთ უკვე მოქმედებებზე, მისცეთ სერიოზული, სრულყოფილი, კომპლექსური აგენტური დავალება ან ლოკალურ ფაილებზე, ან შერეულად, ვებიდანაც და ლოკალზეც და მიყვეთ ბოლომდე იგრძნოთ რეალურად თუ რამდენად ღრმად და რამდენად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია Claude-ს ამ მიმართულებით. რამდენიმე ტექნიკური საკითხის გავლა მოგიწევთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ გადალახავთ და მოაგვარებთ თუ არა და მე აუცილებლად ჩავიწერ დამატებით ვიდეოებსაც